საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათი 6:09 და პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და მე მისი წამყვანი გიორგი ლომია. ჩვენ როგორც ყოველთვის ვსაუბრობთ ყველა აქტუალურ თემას და თქვენთვის საინტერესო თემაზე, შეიძლება თქვენს მიერ წამოწეული თემა არ იყოს იმ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებული, რომელიც დღეს აქტუალურად ითვლება, მაგრამ ეს არაფერს არ წარმოადგენს, თუ თქვენთვის არის ეს თემა საინტერესო, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და გაახმოვანოთ. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 557-88-55588, ეს იმათვის, ვინც რადიო მიმღებით გვისმენს და ვინც გვიყურებს, გიხედავთ ეკრანებზე ამ ტელეფონის ნომერს. დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში, როგორც გითხარით და დასვით თქვენი კითხვები, ან გაგვაცანით თქვენი მოსაზრება. მე სანამ კონკრეტულად გადავალ სხვადასხვა საკითხებზე, მე მინდა შემოგთავაზოთ ასეთი კითხვა არა, უფრო წინადადება. რას ურჩევდით ხელისუფლებას? ანუ ეს კითხვა თქვენთვის, მაგრამ თქვენგან წამოვა წინადადება. რას ურჩევდით ხელისუფლებას არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობიდან გამოსასვლელად? იმიტომ რომ ხელისუფლება თვლის ალბათ ყოველ შემთხვევისთვის საზოგადოდ ასე აცხადებს, რომ მას არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ გააჩნია. ჩვენ სხვანაირად ვთვლით, მე ვფიქრობ, რომ ცივილური სამყარო ასევე სხვანაირად თვლის. ამიტომ დარეკეთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვით თქვენი აზრები, თქვენც გაგვაცანით თქვენი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ თვლით, რომ მათ აქვთ პოლიტიკური კრიზისი და იქნება უპასუხოთ იმ კითხვაზე და რჩევა მისცეთ, თუ რას ურჩევთ ხელისუფლებას, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს. ეხლა კი გადავიდეთ, მიმოვიხილოთ საგარეო ნიუსები. ჩვენ ვიცით, რომ გერმანია, მაგალითად გერმანიის ხელისუფლებამ ასევე შემოიღო სანქციები ხელისუფლების კონკრეტული პირების, ანუ შეუერთდა ამ სანქციებს და ასევე განცხადება გაკეთებული ახალ მთავრობას, უკვე ახალ ადმინისტრაციას, გერმანიის ახალ მთავრობას, რომ ის უერთდება ევროკავშირს ყველა იმ დაწესებულ სანქციებში და საქართველოს ურჩევს ისევ დადგეს დემოკრატიულ რელსებზე. და მისი გეზი ევროკავშირისკენ მისი გეზი ისევ გააგრძელოს, ასე ვთქვათ. ანუ ეს არის რჩევა გერმანიის ხელისუფლების, ახალი ხელისუფლების მხრიდან. ეხლა რატო ვამახვილებ გერმანიაზე ყურადღებას? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პრინციპში გერმანიაში კონსერვატიული ძალები მოვიდნენ სათავეში. ანუ ამას რატო ვამბობ? კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება, ამაზე ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას ორშაბათს ჩვენს გადაცემაში, მაგრამ ეხლა კიდევ ვამახვილებ, რომ ყველაფერი კონსერვატიული ეს არ ნიშნავს ძალადობრებს, როგორც ზოგიერთ ზგონია და ბნელს და ასე შემდეგ, ისევე როგორც დასავლური არ ნიშნავს LGBT-ს და LGBT-სთან დაკავშირებულ რაღაც აი ამ მოვლენებს. ამიტომ ვამბობ, რომ კონსერვატიული ძალები კი მოვიდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანტიდემოკრატიულ რომელიმე პროცესს ისინი დაეთანხმებიან და ანტიდემოკრატიულ პროცესზე თვალს დახუჭავენ. გესმით ხო, რასაც ვამბობ? და აქ რო იყო მოლოდინი, რომ კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ ევროპაში და ამით სერიოზული მხარდაჭერა ექნება ხელისუფლებას, რომელიც ვითომ და კონსერვატიული გახდა, კიდევ ერთხელ გამომეორდები, დემოკრატიული ანტიკონსერვატიულს არ ნიშნავს და კონსერვატიული არ ნიშნავს ანტიდემოკრატიულს. აი ეს უნდა გავიგოთ და შევიგნოთ. და ასევე ევროპული არ ნიშნავს და დასავლური არ ნიშნავს ყველაფერს, რაც LGBT-სთან არის შეხებაში, ისევე როგორც გითხარით, კონსერვატიული არ ნიშნავს ანტიდემოკრატიულს. ზარია ეთერში შემოუშვით. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ.
და ტელევიზორს ნუ უსმენთ გაითიშა ზარი. ბატონებო და ქალბატონებო, როდესაც რეკავთ, ჩვენ ხომ ამ თემაზე უკვე ვსაუბრობდით და არაერთხელ ვისაუბრეთ, როდესაც რეკავთ, თქვენ გესმით ჩემი ხმა ეთერში. მაგრამ მე რასაც ვსაუბრობ ეთერში და თქვენ რო გესმით ეს ხმა, ეს უკვე დაგვიანებული ხმა არის. ამიტომ თქვენ მე უნდა მესაუბროთ ტელეფონით. ტელეფონით როდესაც მესაუბრებით, ჩვენი ხმა იწერება რეალურ დროში, ოღონდ თქვენ ხმას თქვენ ტელევიზიით გაიგებთ მერე მოგვიანებით, იმიტომ რომ დაგვიანებულად მიდის სიგნალი. აქედან გამომდინარე, ნუ უსმენთ ტელევიზორს, მესაუბრეთ ტელეფონით. ზარია შემოუშვით. გამარჯობა ბატონო გიორგი. მოგესალმებით, ისაუბრეთ გისმენთ. უპირველესად როგორ გზანდებით, როგორ არის ბატონი დავითი, ქალბატონი ირმა, კინამძღოლები თქვენ? ღვთისწყალობით, როგორც ჩვენი ქვეყანა, ღვთისწყალობით და უკეთესის მოლოდინში. კეთილი. ბატონო გიორგი, მოგზალებული აზრი მინდა გამოთქვა ამ მიმდინარე მოვლენების გამო. ესეთ ქართულს რა უთხრა რომ ამარეულ ქვეყანაში ამ ამღრეულ წყალში ასეთი ცუდი ყოფის გაერო გული არ სკიოდეს და არ ფიქრობდეს სავის ქვეყნის დაწნარებაზე და გაკეთილი შობილებაზე. ეს ხალხი რომლებიც უკვე რამდენი ხანია გარეთ გარანდა მათი მოთხოვნები ნაწილობრივ ვითომ მისაღებია ნაწილობრივ კი არა ბოლოს და ბოლოს ამ ხალხის რაღაცის დაურვება, რაღაცის შემორიგება რაღაცის შემწყნარება უნდა იყოს და ამისთვის მე მიმაჩნე ერთი რამ. საქართველოში ჩვენ ხომ საზოგადოდ მრავალი სახელმოხვეჭილი პიროვნებები, რომელთაც შეიძლება შეიქმნას ერთად. აი აგერ არიან კარგი ბიჭები, არ მინდა დავასახელო და მერე ცუდად გამოვიდეს, რომ იმ მეკორძებული რამე წარმოსქო. აი ეს გუნდი უნდა შეიკრიბოს და უნდა გახდეს ხიდი დაწელი თავრობასთან ამ არეულს მოწყობის ხალხს შორის, რომ როგორ დაწყვეტდეს ეს ქვეყანა და რაიმე გამოსავალი ვნახოთ. ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება. ეს არის ეროვნული ღირსების დაცემა ერთი და მეორე ამას შესაძლებელი უახლოეს ხანში ძალიან დიდი უსიამოვნებები მოხდეს. აი ეს არის ჩემი მოგზაურობის თხოვნა. თუ გაითვალისწინებს ამას ხელისუფლება, მე მგონი ქვეყნისათვის მისაღები და სასიკეთო იქნება. დიდი მადლობა. გისურვებ წარმატებას, გამარჯობა შემო გიორგი. დიდი მადლობა, გაიხარეთ, დიდი მადლობა, მადლობა ზარისთვის, თქვენი რჩევისთვის, რომელსაც ხელისუფლება ან გაითვალისწინებს, ან არ გაითვალისწინებს, მაგრამ მაყურებელმა ასეთი რჩევა მისცა ხელისუფლებას, რაშიც პრინციპში მეც შევუერთდები. ნამდვილად ცუდი არ იქნება, მაგრამ ეს რჩევა კი წამოვიდა მაყურებლის მხრიდან თქვა და საზოგადოების მხრიდან კი მიდის, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებაში უნდა არსებობდეს. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ერთ-ერთი გზა, მე არ ვამბობ, რომ ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს მოძიებული ზუსტად ამ მიმართულებით, რომ შეიქმნას რაღაც გუნდი, რომელიც მისაღები იქნება როგორც იმ ხალხისთვის, რომელიც გარეთ დგას, ასევე იმ ხალხისთვის, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და ამ გუნდის მეშვეობით მოხდება რაღაც კონსენსუსამდე მისვლა. ეს ძალიან კარგი რჩევა. პრინციპში დაახლოებით მსგავსი რამ პატრიოტთა ალიანსმა შესთავაზა ხელისუფლებას, შესთავაზა უკვე რამოდენიმე თვის წინ და ამ თვეების განმავლობაშიც ამაზე მუდმივად მიდიოდა საუბარი, ოღონდ ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი თავი, არა გუნდის შექმნა, არამედ ჩვენ შეგვიძლია იმ ხალხთან საუბარი, რომელიც გარეთ დგას, მან დგას ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ჩვენი ახლობლების შვილები არიან, ასევე ბევრი ახლობელი დგას და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თვითონ ამ მედიატორის როლი შევასრულოთ, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ასეთი პოლიტიკური ნება არ დადგა სამწუხაროდ.
და არ გამოხატა ხელისუფლებამ სურვილი ამ სიტუაციის დალაგების, იმიტომ რომ როგორც მე მესმის, ხელისუფლება თვლის, რომ ყველაფერი თავისით დასრულდება. ასეთი აზრი აქვს, ყოველ შემთხვევაში კულუარულად რაც ჩვენ გვესმის, ამ აზრზეა ხელისუფლების მაღალი რგოლის ნაწილი. არ ვიცი, ნახოთ როგორ რა დასრულდება. მე რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმები თავის არაფერი ისე არ სრულდება, ყოველთვის ამას მაინც სჭირდება კონკრეტული ჩარევა, საკითხში კონკრეტული ჩარევა და იმ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნახოთ, დაველოდოთ რა როგორ განვითარდება. ეხლა არის ბევრი შეშლა, ხელშეშლა ამინდის მხრივ, სხვადასხვა შიგნით დაპირისპირების მხრივ, მაგალითად მე ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც გამოდის გარეთ და ვინც გამოხატავს პროტესტს, მაგრამ ამინდებიც გამოვა და შიგნით მოხდება ალბათ კონსენსუსამდე მივა თვითონ ის ოპოზიციური ძალა, რომელიც გარეთ დგას. მე არ ვამბობ ნაციონალურ მოძრაობას და საერთოდ მინდა ამოვიღო დღის წესრიგიდან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიუღებელია დღეს იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც ასევე აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს, მოდით ასე ვთქვათ. და გამახვილება ყურადღების იმაზე, რომ თუ წავა ოცნება მოვა ნაცმოძრაობა, მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე არასერიოზულია და ამაზე სერიოზულად დაფიქრებაც კი სასაცილოა. არავის არ ჯერა, რომ შეიძლება დაბრუნდეს ან მობრუნდეს ნაციონალური მოძრაობა. როგორც არ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას, რომ ხალხს ჯეროდეს ამისი, მე ვფიქრობ, რომ უკვე ხალხი გამოფხიზლდა, გაიღვიძა და რეალურად აფასებს დღევანდელ მდგომარეობას. ამიტომ ამაზე საუბარი, მე მგონი დღის წესრიგში აღარც უნდა იდგეს. ზარია შემოუშვით. რატომ მომიწვია ერთი რა მაინტერესებს? დიახ, გისმენთ. რა მაინტერესებს ისი? ჭიხაშვილი, ყვარაცხელია, ახვლედიანი, რომელ არხზე არიან, მაგერი? რომელ არხზე არიან? რომელ არხზე არიან? ტელეფონით მესაუბრეთ. დიახ, რომელ არხზე გადავიდეთ, მაგერი? მე არ ვიცი, რომელ არხზე გადავიდეთ. ჩვენ არხზე არასოდეს არ ყოფილან და ეხლა არხზე არიან, 31-ზე იყვნენ. არ ვიცი, მე არ ვარ საქმის კუში. შენ არხზე არ იყვნენ, 31-ზე იყვნენ, 31. გავიგე ბატონო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვაკვირდები და თვალყურს არ ვადევნებ, ვინც სად გადადეს. კარგით, შემდეგი თუ არის ზარი. ესე იგი, მოდით მეგობრებო, როდეს ობიექტივის ეთერში დარეკვა და ამ კითხვის დასმა, რაში მაინტერესებს ვინ რომელ არხზე გადადის და ჩვენი წამყვანი რო ყოფილიყო კიდე მესმის ახლა. სხვა არხის წამყვანები, ჯერ რატომ უნდა თვალყური ვადევნო ვინ სად გადადის. ეს ჩვენი საქმე არ არის და არ ჩვენი კომპეტენცია და არც ინტერესი არ გვაქვს. კეთილი, კარგით. დარეკეთ პირდაპირ ეთერში და გამოთქვით თქვენი აზრი კითხვასთან დაკავშირებით, თუ რას ურჩევდით ხელისუფლებას, როგორ უნდა გამოვიდეს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. ან თვლით თუ არა საერთოდ რომ არსებობს პოლიტიკური კრიზისი, შეიძლება თქვენს თვლით ისევ როგორც ხელისუფლება, რომ მას არ გააჩნია პოლიტიკური კრიზისი. ესეც საინტერესო იქნება ყველა აზრს მივესალმებით ამ არხზე, იმ რომ ყველა აზრი არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, რაც უფრო მეტი საპირისპირო აზრი იქნება, მით უფრო საინტერესო იქნება ამ აზრებზე მსჯელობა და ანალიზის გატარება, იმიტომ რომ ხო არ შეიძლება მარტო ერთი აზრი არსებობდეს. ამით არის საინტერესო, ხო, დემოკრატიული წყობა, როდესაც ყველა აზრს აქვს უფლება იარსებოს. შეიძლება ეს იყოს ძალიან უმცირესობის აზრი, მაგრამ იმასაც უნდა კონდეს უფლება, რომ იარსებობს. ცალკე თემა გაითვალისწინებს ვინმე თუ არა იმ აზრს, მაგრამ ის რომ უფლება უნდა კონდეს, რომ იარსებოს, ეს ფაქტია. შემოუშვით ზარი. გამარჯობათ. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, მე ამ მთავრობას ურჩევდი,
დანიშნოს ახალი არჩევნები, ყველაფერი გააკეთოს, ყველაფერი რომ მთავრობაში მოვიდეს ეროვნული ძალები და ხელისუფლებაში პირველი უმთავრესი და ყველაზე მრავალრიცხოვანი უნდა იყვნენ ეროვნული ძალები. თუ ეს ასე არ მოხდება, ოცნებამ როგორც არ უნდა გაიმარჯვოს, ხო? მასთან დასავლეთი ლაპარაკს არ ისურვებს ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ არ ენდობა. ესე გამოძროს ჩვენ იზოლაციაში უნდა მოვექცეთ. ასე ხომ არ შეიძლება ისედაც პატარა ქვეყანა ვართ, პატრონი ასაიდან არ აყვავს და ყველა მხრიდან თუ ხალხი მოვიძულეთ და მტერი გავიჩინეთ, მასი რა გვეშველება. ამიტომ ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს. ეხლა რო ფიქრობს თითქოს აი მჟუტავი წერტილები რომ არის ოცნებაში იმის გარშემო რაღაც პარტიები შექმნას და მერე ის მოიყვანოს ხელისუფლებაში, არა ბატონო ივანიშვილო, ჩვენ არც იმათ არ ვენდობით, თქვენ რო ისინი ეროვნულად მიგაჩნიათ, ჩვენ არ მიგვაჩნიათ. უბრალოდ ისინი ოცნების სხვა წევრებისგან მხოლოდ იმის განსხვავდებიან, რომ შუბლის ძარღვი არ აქვთ გაწყვეტილი და ამის გამო ჩვენ მათ მაინც არ ავირჩევთ. ასე რომ კარგად დაფიქრდი და ქვეყანა გადაარჩინეს თქვენი წასვლით პოლიტიკიდან. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ზარისთვის და ასევე მადლობა თქვენი რჩევისთვის. აი კიდევ ერთხელ ვამახვილებთ ყურადღებას ხელისუფლების პოზიციაზე. ხელისუფლება არ თვლის, რომ მას შეექმნა პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ ასევე არ თვლის, რომ საჭიროა არჩევნების ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. თუმცა აქ საუბარი იმაზეა, რომ მაგალითად იგივე სერბეთი ავიღოთ, სადაც როდესაც ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ვუჩიჩმა თქვა, რომ ის მზად არის გადადგეს და ხელახლა დანიშნოს არჩევნები, იმიტომ რომ დარწმუნებულია იმაში, რომ იგივე ისევ მოვა უმრავლესობით და ისევ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც გახდა წინა არჩევნებზე. ანუ ის აცხადებს, რომ დარწმუნებულია იმ საზოგადოებრივ მხარდაჭერაში, რომელიც მას ჰქონდა, რომელიც მან მიიღო და იცის, რომ ეს არ იყო არც გაყალბება და არც მოსყიდვა თავისი ელექტორატის, ეს იყო რეალურად ელექტორატის ნება. და მას არ ეშინია, ამიტომაც მზად არის და ამბობს, რომ მე მზად ვარ დავნიშნო ხელახლა არჩევნები. ჩვენ ვიცით, რომ რუმინეთში გადადგა პრეზიდენტი და იქაც ხელახლა დაინიშნება, ცოტა სხვა საკითხი იდგა. სხვადასხვა ქვეყნები შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად, სადაც თუკი ხალხი გარეთ გამოდის და ითხოვს ხელახლა არჩევნებს, ხელისუფლებაში მყოფი ლიდერები იღებენ გადაწყვეტილებას და ნიშნავენ ვადამდელ არჩევნებს. რატომ? იმიტომ რომ ხალხი არის უზენაესი ძალა ქვეყანაში და მათ ეს კარგად ესმით. სამწუხაროდ, ბევრი რეკავდა სხვათა შორის ეთერში და ამბობდა: კი, მაგრამ თუ ოცნება დარწმუნებულია, რომ გამარჯვებული იყო წინა არჩევნებში, რატომ არ სურს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და ისევ გამარჯვებული გამოვიდეს, თუკი მას რეალურად აქვს ეს მხარდაჭერა. მე შემიძლია ეს სწორი კითხვაა და მე შემიძლია ასეთი პასუხი გაგცეთ, იმიტომ რომ ოცნება მზად არის, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და დანიშნავდა კიდევაც, თუკი არჩევნები ჩატარდებოდა იგივე მოთხოვნებით, რა მოთხოვნებითაც ტარდებოდა 2024 წელს, 2020 წელს და ასე შემდეგ. ანუ ეს ამ რას გულისხმობ? ოცნების მოთხოვნა იყო ის, რომ CESCO-ს ისაკომპლექტებდა თავიდან ბოლომდე CESCO-ს კომისიის წევრებს და თქვენ ისიც გაითვალისწინეთ, რომ პატრიოტთა ალიანსს რომ წაართვეს კომისიის წევრები, ეს არის 3600 წევრი. 3600 წევრით გაზარდა ქართულმა ოცნებამ საკუთარი პოზიციები. ანუ ეს კიდე ცალკე თემაა, სალაპარაკოდ და მე რომ მკითხოთ, ეს სასამართლო თემაა, მაგრამ არა საქართველოს სასამართლოს. იმიტომ რომ საქართველოს სასამართლო არასოდეს არ დააყენებს ოცნების საწინააღმდეგო განაჩენს. აქედან გამომდინარე, ეს სასამართლო თემა და ალბათ მომავალში ამას გავასაჩივრებთ საზღვარგარეთ, მაგრამ
დღევანდელ რეალიებზე ვისაუბროთ და დღეს როცა უცნებას ეუბნებიან რომ ჩაატარე არჩევნები და ევროკავშირი იქნება თავიდან ბოლომდე მაკონტროლებელი ამ არჩევნებისა ამაზე უკვე არ თანხდება ქართული ოცნება ზარია ეთერში შემოუშვით გამარჯობა ბატონო გიორგი. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, იმედია მე ცოტა სხვა განსხვავებული აზრი მექნება და რადგან დიქტატურა არ არის თქვენს ტელევიზიაში დემოკრატია. რასაკვირველია. არ გამინაწყენდებით, არ გამინაწყენდებით. არავითარ შემთხვევაში. აი ეს რა არის ბატონო გიორგი? აი ხლა მე თქვენი მხარდამჭერი ვიყავი ყოველთვის და ერთი მიტინგი არ გამომიტოვებია არასოდეს, მაგრამ აი ეხლა იცით რა ის რაღაც ვორჭოფობ, როგორ მოვიქცე და რა გავაკეთო, იცით რატო? ყველაფერში ვერ დაგეთანხმებით, მოი ჩემი სუბიექტური აზრია. აი ხალხი გამოდესო, მე მაგალითად არ გამოვდივარ. რამე თუ იქ ისეთი ხალხი არიან, აი ისინი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჩორგოლეიშვილი, წითლიძე, ბოკუჩავა, მაპატეთ, მაგრამ ესენი არიან ძალიან უზრდელი ქალები, უტაქტო ქალები, უტაქტო ადამიანები და აი ეს ლელოს წევრები და აი სხვები ახლა ვინც ძირითადად იქ დომინირებს აი მიტინგებზე ხო თქვენ საერთოდ არ გამოდიხართ ხო აი მათ უნდათ რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდა ხელისუფლებაში ხო კი მაგრამ მე ხალხი არა ვარ არის ძალიან ბევრი რომ არ გვინდა ეგ ხალხი და თქვენ არ გამოდიხართ ბატონო გიორგი თქვენ დიდი სიამოვნები ძალიან ბევრი დაგიჭერთ ხალხს მაგრამ ნუ ჯერჯერობით მიტინგსაც ველოდებით თქვენგან ადრე ყოველთვის ატარების და ეხლა თითქმის 12 წელია ხომ უნდა დავინახოთ მხარდამჭერები რამდენი ხანთ რომ ჩვენს მივიდეთ აღარ შეგვეშინდეს და თქვენ მოგცეთ მხარი დაგიჭიროთ თქვენ და არ შეგვეშინდეს რომ ვაიმე ისევ ისინი არ მოვიდნენ და ნაციონალები და ფაშისტები ნამდვილად ფაშისტები უზნეო უზრდელი უკულტურო ხალხი ასეთული ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანები და არ გვეშინია მათი აი ნამდვილად მეშინია მათი და ბაზლებთ აი ამიტომ ოცნებას და გამობძანდით მაშინ გამოვალთ თქვენთან ერთად და დავინახოთ რა ხდება როგორ ხდება თქვენს პარტიაში მე უფრო თამამად მოგცემთ ხმას აბა რა გავაკეთოთ ახლა მათი მოსვლა საშინელება რაც ქალბატონო ერთი წამით არ გახვიდეთ ეთერიდან ვისაუბრეთ კი ბატონო დარჩით ეთერში აი უყურეთ რა ხდება არჩევნები როდესაც სტარდება ადამიანი შიშზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული არამედ პროგრამაზე უნდა იყოს ორიენტირებული უნდა ორიენტირებული იყოს კონკრეტულად პოლიტიკოსების ორიენტირებული დაინტერესებული პოლიტიკოსების წარსულით პოლიტიკოსების ქმედებებით რა ჩაიდინა პოლიტიკოსმა იმ წლების განმავლობაში ხელისუფლებაში როცა იყო თუ არა ის რამის კარგის მომტანი ქვეყნისთვის და გამკეთებელი თუ არ იყო უბრალოდ ფულს ხელფასი იღებს და ზის იმ ხელისუფლებაში თქვენ იმაზეც უნდა ფიქრობდეთ იმ ხელისუფლებას ხომ არ აწყობს ზუსტად რომ თქვენში ეს შიში დაიბადოს და ბატონო გიორგი მაპატით ძალიან დიდი გუდიში გამიქიშება ამდენი სალაპარაკო არა მაქვს და ამიტომ გასაგებია მაგრამ ჩვენ ხომ უნდა დავინახოთ რომ თქვენ გიჭერს ძალიან რომ თქვენ გაიბარდეთ თქვენ როგორ უნდა ქალბატონო ერთი წამით ქალბატონო თქვენ როგორ უნდა დაინახოთ ჩვენ გვიჭერს მხარს ხალხი თუ არა თუ ერთი წამით გიხსნით გიხსნით მაგრამ უყურეთ რა მომენტია როგორ უნდა დაინახოთ რამდენი ადამიანი გვიჭერს მხარს თუ კი ყველა ადამიანი ასე იფიქრებს რომ მოდი ამათმა მიტინგი მოაწყოს იცით აი თქვენთან უფრო ევროკავშირის იდიდით ჩატარდეს ევროკავშირი რომელიც ამბობს უკრაინაზე ძალიან მეწოდება ის ხალხი მაგრამ არის დემოკრატიის შუქურა და ნაციონალებზე ამბობდა რომ დემოკრატიის შუქურა არის როგორ შეიძლება იმათ არჩევნებს ჩატარებულ არჩევნებს ვენდოთ როგორი ზეწოლის ქვეშა ვართ არა ევროპიდან არა სწორად იქცევია ნამდვილად არ იქცევია სწორად როგორ არის დემოკრატიის შუქურა როდესაც ზელენსკის ერთი ოპოზიციონერი არ აყავს ხალხს ხოცავენ მართლმადიდებლობა განადგურეს მგდლებს კრავენ საშინელ დღეში კარგით ერთი წამით ხალხი და ეგ არის დემოკრატია კარგით ქალბატონო მომისმინეთ უყურეთ როგორ მოვიდნენ მაშინ გერმანიაში კონსერვატიული ძალები ხელისუფლებაში თუ მან დემოკრატია არ არის მანამდე ლიბერალური ძალები იყვნენ როგორ აღმოჩნდნენ კონსერვატორები ჩვენი ქვეყანა არის პატარა და ძალიან ჩაგრავენ არა მე სხვა კითხვას ვსვავ ზემოდან გვიყურებენ ეს რეალობა ქალბატონო მე სხვა კითხვას ვსვავ როგორ მოვიდნენ თუ არა დემოკრატიულია როგორ მოვიდნენ სხვა
მემარჯვენე ძალა როგორ მოვიდა ხელისუფლებაში, როცა მანამდე მემარცხენეები იყვნენ. ესე იგი ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ანუ მან არის კონსერვატორები ომს იწყებენ და ემზადებიან ომის. რამდენჯერ დაიწყეს ერთი წამით ქალბატონო მეორე მსოფლიო ომი ქალბატონო თქვენ იწყებენ რუსეთთან. ერთი რამ უნდა განანცხვაოთ მეორესგან. ანუ აი უყურეთ ერთი რამ. ერთია რომ საკუთარ ქვეყანაში ისინი დემოკრატიულები არიან, მეორეა რომ საგარეო პოლიტიკა მემარცხენეს და მემარჯვენეს ერთნაირი ექნება, საგარეო პოლიტიკა. ბატონო გიორგი, დამეთიშება ძალიან დიდი პოტიში. ხო და მე ამას ისინი თვლიან, თუ LGBT გულაობს, თუ LGBT-ს აქვს ძალიან დიდი უფლებები და გამოდიან შიშვლები, ტიტულები როგორც უკრაინაში და აი ეს არის მათი დემოკრატია. აი ეს არის ზუსტად შეცდომა, ქალბატონო, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვერკვევი რუსულ აქებსაც ძალიან არა, ეს არის შეცდომა. ინგლისური ძალიან კარგად ვიცი, CNN-ს თუ ქალბატონო, გიხსნით. შეცდომა სხვა ქალბატონო შეცდომა სხვა რამეშია შეცდომა რომ ჩვენ დაგვარწმუნეს და დაგვაჯერეს რომ ყველაფერი ევროპული არის LGBT-სთან დაკავშირებული და ყველაფერი რაც არის კონსერვატიული არის სიბნელესთან და ანტიდემოკრატიულთან დაკავშირებული ამაში ეს დაგვარწმუნეს და დღეს თქვენც ეხლა ამბობთ რომ რა თმინდა ევროპული აი LGBT და შიშველი ბატონო გიორგი სააკაშვილიძე ამბობდნენ დემოკრატიის უკურა მე ყველაფერი ერთი წამით მე ყველაფერი მახსოვს მაგრამ ასევე 2012 წელს ზუსტად ამერიკელებმა უთხრეს სააკაშვილს რომ არ გაბედო და ძალა არ გამოიყენო არჩევნებზე ზუსტად ეს ის დემოკრატიული ამერიკა იყო მაშინ დაინახეს რომ სააკაშვილმა უკვე იმდენი საშინელებები ჩაიგდა დიახ აი ზუსტად დიახ ქალბატონო ზუსტად ამაშია საქმე როდესაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ბატონი დავით არხანმოურავი ქალბატონი ირმაინაშვილი იყვნენ ჩასულები ამერიკაში იქ აჩვენეს ეს კადრები და ამერიკელებმა დაინახეს რეალურად რაც ხდებოდა საქართველოში მერე შეცვალეს თავიანთი აზრი სააკაშვილთან დაკავშირებით მანამდე ეთქვათ, ბატონო გიორგი, მე ნაციონალიზმის ხარდაჭერი არ ვიყავი და ეს ნაციონალებმა, ესე იგი მიწასთან გამასწორეს, სამსახური დამაკარგინეს და 35 ლარი იყო მაშინ მერიაში ხელშემწყობა, დახმარება და ისიც არ მომცეს და ნათესები რო არა, მე შიმშილით მოვკვდებოდი, ისე დღეში ჩამაგდეს და დღეს სად მუშაობთ, ქალბატონო? იყო დემოკრატია. დღეს სად მუშაობთ, ქალბატონო? დღეს მე მუშაობ ძალიან კარგ ადგილას მუშაობ და სხვენი სპეციალისტი და ეხლა მშვენივრად ვარ. ძალიან კარგი, აი მომისმინეთ ქალბატონო, თქვენ ხართ ძალიან კარგად და გინდათ რომ ძალიან კარგად არა ვარ. ძალიან კარგად არა ვარ, მაგრამ მე ვარ ძალიან დიდი პატრიოტი. არა ვარ ძალიან კარგად, მაგრამ მე რასაც ღმერთი მაძლევს, იმით ვარ კმაყოფილი. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მე მინდა რომ არა ვარ ძალიან კარგად. და მე შეიძლება ჩემს ადგილზე ითქვას რომ ძალიან ცუდად არის, მაგრამ მე მინდა რომ კარგად იყოთ ქალბატონო. აი მე მაგალითად მაგ დიდი სურვილი რომ კარგად იყოთ. მე მინდა რომ ქართველი ხალხი გამრავდეს, ქართველი ხალხი იყოს კარგად და ჩემი სამშობლო იყოს კარგად და კი, მაგრამ თავარი არ არის კომფორტი, ჩემთვის თავარია ვიყო ნორმალურად ვიცხოვრო და იყოს ჩემი ქვეყანა გაბწკინებული. შვენიერია, მაგრამ მაშინ დააკვირდით, აქედან ხალხი რომ გარბის და როდის დაიწყო სერიოზული მიგრაცია საქართველოსდან, ვისი მმართველობის პერიოდში? მე ცხოვრების ქონდა, მაგრამ მე არ დამიტოვებია ჩემი სამშობლო იმის გამო, რომ მაინც და მაინც მანქანები მიყიდა და 4 ოთახიანი ბინა და ჯიპები მქონოდა. თქვენ არ დაგიტოვებიათ, მაგრამ დაახლოებით 800,000 კაცი გასულია ქვეყნიდან. როცა გაიხსნა საზღვრები, რომ გაიხსნა იმის მერე სულ გადის და გადის ხალხი. დიახ, რატომ გადის? ქალბატონო, მიპასუხეთ, რატომ გადის? აი, მე ხლა თქვენ გეტყვით მაგალითად, მე მყავს ნათესავები, რომლებიც ძალიან შეძლებულები არიან, ძალიან კარგად ცხოვრობენ, მაგრამ მაინც წავიდნენ ამერიკაში და ევროპაში. ყველაფერი ქონდათ, ყველაფერი, მანქანები, სამსამი ბინა, ყველაფერი ქონდათ, მაგრამ მაინც წავიდნენ. ქალბატონო, ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, შეიძლება ასეთი შემთხვევა იყოს 1-2, მაგრამ თან ამბობთ, რომ წავიდნენ ამერიკაში და ევროპაში. ჩამოყალიბდით ამერიკაში წავიდნენ თუ ევროპაში? ამერიკაში წავიდნენ და ევროპაში წავიდნენ. რას ნიშნავს ეხლა ერთი ოჯახი წავიდა ამერიკაშიც და ევროპაში? სამსახურის კონდათ, ყველაფერი კონდათ.
უნდა შესაძლებელები იყვნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ იტალიაში. ნათესავი, აი მილიონერი იყო, ნამდვილად მილიონერი, მაგრამ წავიდა ის ახალგაზრდა ბიჭი მაინც ამერიკაში. ნუ მოსწონთ ეს ამერიკა თავისუფლება მოსწონთ. ქალბატონო, მილიონერი ადამიანი თუ კი მიდის ამერიკაში, ის მიდის ბიზნესის გასაკეთებლად და ან სასწავლებლად, ან ბიზნესის საკეთებლად და ასეთები 800,000-დან შეიძლება ასეთი იყოს 100 კაცი ქალბატონო, 100 კაცი. ტაქსისტად მუშაობს და ძლის იშოვა ისა, უბრალოდ უნდა ამერიკა ძალიან უსაზღვროდ. ტაქსისტად მუშაობს? ტაქსისტად მუშაობს. კარგი, ქალბატონო, ამდენი, აი ახლა პირდაპირ, ახლა ხალხიც ხომ გისმენთ და ალბათ ეცინება ხალხს. კაცო, მე ჩემს ათესავზე არა, თქვენ ახლა უკვე აჭარბებთ, უკვე ძალიან ნამეტანი ჩანს რომ დავალებას ასრულებთ. როგორ შეიძლება მილიონერი, აბა რას მეუბნებით ახლა? ეს ხო არის მტკნარი ტყვი, ქალბატონო. ქალბატონო, ერთის მხრივ ამბობთ რომ მილიონერი იყო და მეორეს მხრივ ამბობთ რომ წავიდა ამერიკაში და ტაქსისტად მუშაობს, იმიტომ რომ მოსწონთ. იმიტომ რომ ახალგაზრდაა და რა შუაშია მილიონერი ახალგაზრდა რატო უნდა მუშაობდეს ამერიკაში ტაქსისტად ამიხსენით? თვითონ კი არ არის მილიონერი, მისი მშობლები და ბაბუა იყო მილიონერი. კარგით, ქალბატონო, იყო მშობლები, იყვნენ. ნუ ახლა რას ამბობთ? გაჩერდით, ქალბატონო, ახლა მე არასოდეს არ შევდივარ ხოლმე პოლემიკაში, როცა ჯანსაღ აზრს ბატონო გიორგი, მე მილიონერს რას გულისხმობ? თუ წერეთელზე გაქვს 5 ოთახიანი ბინა მოწყობილი, თუ გაქვს ძვირფასი ბინას რაიონში 2 სართულიანი 12 ოთახიანი ბინა, ჯაკუზი და ყველაფრის მოწყობილი. თუ გავს ბოლო მოდელის BMW, ყველანაირად კომფორტულად ხარ უზრუნველყოფილი, ხო? და მაინც მიდიხარ, მე მთლიანობაში ვამბობ, მილიონერს თავის ბინებიანად. ქალბატონო, თქვენ ახლა ბევრი შეგიძლიათ ილაპარაკოთ, ის რასაც მე ვერ დავადასტურებ და არ ვიცი ახლა ამაზე როგორ დაგეთანხმოთ, მაგრამ მე შემიძლია მოგიყვანოთ ერთი წამით, მე შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები, მაგალითად, როდესაც სააკაშვილის პერიოდში მიწების გაყიდვა დაიწყო და ბუმი იყო მიწების გაყიდვაზე, მაგალითად, აქ არ მინდა კონკრეტულად რაიონი დავასახელო, ეს მთაწმინდის რაიონია, ზედამხარე, დაიწყეს გაყიდვები მიწების და იშოვეს ძალიან დიდი ფულები და ეგრევე იყიდეს მაგარი მანქანები იყიდეს, ბოლო მოდელის მანქანები იყიდეს, მთელი ფული დახარჯეს და მე ერთმანეთთან გადადიოდნენ და სთხოვდნენ, რომ საწვავის ფული ხო არა გაქვს, მასეს ხეო და ასე შემდეგ. ასეთი შემთხვევებიც არის, მაგრამ ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოტალურად ეს სენი გვჭირს. ჩვენ ხო ამას ვერ ვიტყვით. 800,000 კაცი თუ კი არის გასული ქვეყნის გარეთ და თქვენ დაახლოებით 2-3 მაგალითს მოიყვანთ, თუნდაც რომც დავიჯერო, რასაც ყვებით. ეს არ არის მეთქი ტოტალური პრობლემა. ეს არის 10 შეიძლება 20 ასეთი ოჯახი აღმოჩნდეს, მაგრამ 800,000-ზე როდესაც ვსაუბრობთ, იმათ რა ვუყოთ, რომ მთელი იტალია ქართველებით არის სავსე. მთელი იტალია ქართველებით არის სავსე, რომლებიც ბოდიში და ღამის იმას რა ქვია, ღამის ტუალეტს და პამპერსებს და იმას უყრიან და უვლიან ხნიერ ხალხს. ამათ რა უყოთ, მოსწონთ, მითხარით. მოვიდნენ და იმუშაონ იმ სოფლებში პამპერსები და სად როგორ უნდა იმუშაონ? რეებს მეუბნებით, ქალბატონო, აგერ რეგიონებიდან რეკავს ხალხი პირდაპირ ეთერში, ხო უსმენთ ხოლმე, რომ თვითონ ამბობს დაცლილია სოფლები, იმიტომ რომ დახმარება ხელისუფლების მხრიდან არ არის და ვერ ავაღორძინებ, თუ კი ხელისუფლება გვერდში არ დაგვიდგა, სულ ამის პრობლემა დგას. ხალხი ახლა გამიფრაზდება და ლანძღვას დამიწყებს, მე უბრალოდ დაგიწყებს აუცილებლად, ქალბატონო, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ამბობთ, რაც რეალობას არ შეესაბამება და მე რატო უნდა გაგიკვირდეს იმ ადამიანების აზრი? კარტოფილი მოიყვანოს, შვანილი მოიყვანოს, იმ პამპერსების აღებას, ნიორი მოიყვანოს, ხალხი როგორ გაძვირდა ყველაფერი და ცოტა იმუშაონ, არა? თავისთვის მოიყვანოს კარტოფილი და ხალხი, თუ გასაყიდათ, რომ ვერ გავიდე რა, შვანილი როგორი ძვირი ხეს, ნიორი 12 ლარი ხის, არ შეიძლება ნიორის მოყვანას, რა უნდა მოიყვანოს. ქალბატონო, თქვენ უსმენდით, ანუ წინა ხუთშაბათის გადაცემას თუ usmendit, მე არ ვიცი, მაგრამ გეკითხებით. მე არ ვიცი, მე სულ თქვენი სამახ ჩართული და სულ თქვენ გისმენთ. ხო და წინა ხუთშაბათს წყალტუბოდან დარეკა ხალხმა, ჯგუფმა, რომელმაც პირდაპირ ამ თემაზე ისაუბრა. რომ მათ აქვს სათბურები, მათ მოყავდათ მწვანილი, მაგრამ ეხლა ირანიდან შემოდის იმდენი მწვანილი, რომ ესენი კონკურენციას ვერ უწევენ და ფაქტიურად ამ სათბურების განადგურების პირას დადგნენ.
ეხლა ისმის კითხვა, თქვენ მათ რა რჩევას აძლევთ? გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა, მე რა რომ თქვენი პროდუქცია არ იყიდება, მაინც გააგრძელეთ, ვალები აიღო და ბევრმა ვალი აიღო და ბანკებიდან კრედიტები გამოიტანა და ვერ ისტუმრებს ამ კრედიტს და აი ისმის ეხლა კითხვა, მიაცით იმ ხალხს მიაცით რჩევა, რომელიც გაქცეული კი არ არის. აქ არის საქართველოში. გაქცეულს უკვე თავი დავანებოთ. აი აქ არის და მუშაობდა. მე სულ ქართულ მწვანოს ვხედულობ და ქართულ მწვანოს ვხედულობ თითქმის უმრავლესობა. არ ვიცი, დღეში 10 ლარის მინიმუმ 10 ლარის მწვანოს ვხედულობ ქართულ. ხო და აგერ მე ხომ არ ვიგონებ ხალხმა დარეკა თავისი პრობლემა ფაქტობრივად გაახმოვანა. ვიცი, ყველაფერი მე რჩევა მიაცით იმ ხალხს რა, როგორ გააგრძელოს არსებობა. მე ვინ ვარ, მე არავინ არ ვარ, ერთი ჩვეულებრივი. რატომ თქვენ ხო ეხლა აძლევდით, იძლეოდით რჩევებს, რომ ხალხი ჩამოვიდეს და კარტოფილი დათესოს, ნიორი დათესოს. პამპერსებისა და სხვისი უკანალის გაწმენდა ჯობია რომ სოფლებში იმუშაონ და იშრომონ. მე ესე ვფიქრობ. მე არ მაქვს სოფელი, დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ არ მაქვს სოფელი. კიდევ ერთხელ გეკითხებით, აგერ არ არის მეთქი გაქცეული ხალხი, აქ არის საქართველოში და ის უკვე თავის სათბურებს ანადგურებს, იმიტომ რომ ვერ ყიდის პროდუქციას. ის რო ჩამოვიდეს აქ, ვინც გაქცეულია, წასულია, ის რო ჩამოვიდეს და იგივე საქმიანობით დაკავდეს, ის სად გაყიდის, ან როგორ იშოვის პულს, ამაზე მიპასუხეთ. ამაზე უნდა შეიკრიბოს აი ეს ოპოზიცია ქუჩაში რო დარბის და რო წივის და კივის და მეუფლებები მეცხომაც შევიუფლება დღედახან რო გადაკეტილია ის რუსთაველი და ჩვენმათ რაც ვართო მე არა მაქვს უფლება რომ რუსთაველზე გავიარო კაცო თქვენ მე კითხვაზე მიპასუხეთ თქვენ უფლებებზე აბსაუბრობ კითხვაზე გამეცით პასუხი აი რა უნდა გაკეთდეს ეს პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტი იმისთვის არის შექმნილი რომ ქუჩა კი არ უნდა ირბინო და ეს პრობლემები უნდა მოსხოვო რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტოს ამ ოპოზიციამ უნდა მოსხოვოს ეს ხელისუფლებას და არ ირბინოს ქალბატონო პარლამენტის მუშაობის ფორმა თქვენთვის ცნობილია? ძალიან კარგად არის ყველაფერი თუ არის ცნობილი მაშინ მინდა კიდევ თუ არის ცნობილი მაშინ მინდა კიდევ ერთხელ ერთი წამით კიდევ ერთხელ მინდა ცოტა ხმამაღლა ვთქვა რომ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას უბრალო კანონის და გადაწყვეტილებას 76 ხმით 76 ხმა პარლამენტში არის თუ ეს ოპოზიცია შევა პარლამენტში თქვენ 4 ადამიანი იყავით პარლამენტში მაგრამ თქვენ რომ გამოხვიდოდი და იტყოდით პარლამენტი ყოველთვის ცდილობდა რომ ის მიეღო რას ლაპარაკობთ ხალბატონო როდის იყო ერთი ეგეთი საკითხი უბრალოდ გამახსენეთ და მე ბოდიშს მოვიხდი საზოგადოდ 6 კაცი ვიყავით პარლამენტში ერთი წამით ხალბატონო ესენი რასაკეთებენ პარლამენტში ჩხუბობენ იფურხებიან 6 კაცი ვიყავით პარლამენტში აგინებენ ქალები კაცებს და ურტყამენ და სცემენ კაცებს ერთი წამით ხალბატონო ერთი წამით 6 კაცი ვიყავით პარლამენტში გააჩერდით და მომისმინეთ ერთი წამით მე ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარე ქალბატონი ირმა იყო ვიცე-სპიკერი 6 კაცი ვიყავით პარლამენტში ერთადერთი რასაც ჩვენ ვაკეთებდით და ვახერხებდით ეს არის ის რომ ჩვენ ვიყენებდით საპარლამენტო ტრიბუნას და საპარლამენტო დროს ყველა ის საკითხი მუნიციპალური აფთიაქები მუნიციპალური ბინადმშენებლობა საკრედიტო განაკვეთის დაცემა დაგდება ქვეშ ყველაფერი ყველა საკითხი ჩააგდო ხელისუფლებამ ყველა საკითხი რომელიც ხალხს მოემსახურებოდა პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი არაფრის შუაში არ იყო არც მაშინ და არც პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო არაფრის შუაში მაშინ ხალბატონო ეგ პარლამენტი არ იმართება არც პარლამენტის თავმჯდომარით და არც პრემიერ-მინისტრით პრემიერ-მინისტრი რო იყო გახარია მაშინ შეიძლებოდა იმეს რამე გაეკეთებია უნამუსო კაცი და ქალბატონო თუ ერთი წამით თუ გახარია ასეთი უნამუსო კაცი იყო თუ მარგველაშვილი ასეთი ცუდი ტიპი იყო თუ სალომე ზურაბიშვილი ასეთი ცუდი ქალი იყო ვისი არჩეული და ვისი მოყვანილები იყვნენ გასაგებია მაგრამ ხომ არ უნდა დავიწყოთ რა არის თქვენთვის გასაგები დღეს მაგალითად კომისია საპარლამენტო კომისია იბარებს გახარიას რომ 2020 წელს რაც მან ჩაიდინა მავნე რაღაც მოქმედებები და რაღაც საქციელი მაგისტვის რომ პასუხი აგოს ისმის კითხვა 2020 წელს როდესაც ეგრეთ წოდებული მისი მხრიდან რაღაც მავნე საქციელი იყო ჩადენილი ხელისუფლებაში ვინ იყო ხომ ვერ შემახსენებთ ბატონო გიორგი ადამიანების არჩევაში ზოგჯერ ადამიანს
უშუალოდ მოიყვან გაყვები და გონია სხვანაირი ქალბატონო, არჩევას თავი დაანებეთ, კაცო. არჩევნებში ცდებით რაკნათ ეხლა ერთი ადამიანი არის ძალიან აფერისტი და ძალიან არჩევანს მეთქი თავი დაანებეთ 2020 წელს, როდესაც მან ჩაიდინა რაღაცა მავნე. მოკლათ ამის გამო. კიდევ ერთხელ გეკითხებით 2020 წელს არჩევა, როდესაც ჩაიდინა ცუდი რამ. ვინ ამართლებდა, ვინ უმაგრებდა ზურგს, ვინ გამოდიოდა და ვინ გაამართლა ყველა მისი საქციელი. ეს ის დეპუტატები და ეს ის გასაგებია, მაგრამ ეხლა გამოსწორების გზაზე ხომ არიან ახალგაზრდები არიან. გამოსწორების გზაზე ხომ არის აქციებში შეეცდები. ვინ არის ახალგაზრდა? მან ყველა არის უკვე ყველა უკვე კარგად დაღვინებული. კარგად დაღვინებული პოლიტიკოსია ყველა. რევოლუცია უნდა მოვახდინოთ. რევოლუცია კი არ უნდა მოვახდინოთ, ქალბატონო. ამდენი მილიონები უნდა დაიხარჯოს და რევოლუცია კი არ უნდა მოვახდინოთ, ქალბატონო, არამედ თქვენნაირმა ადამიანებმა უნდა დაფიქრდეთ, რომ აზრზე მოსვლა და სწორ გზაზე დადგომა 12 წლის შემდეგ ცოტა არ იყოს და დაგვიანებულია, ქალბატონო. 12 წლის შემდეგ ნამდვილად დაგვიანებულია და ეს უფრო ემსახურება მათი არსებობის გაგრძელებას ხელისუფლებაში, ვიდრე მართლა სიტუაციის გამოსწორებას. აი ამას ემსახურება და თქვენნაირმა ადამიანებმა რაც უფრო მალე გაიგებთ თქვენ ამას, უკეთესი იქნება, ქალბატონო, თორე ყველას აქვს უფლება, რომ საკუთარი აზრი კონდეს. ქუჩაში რო ყრიან დღე-დაღამ, ესენი ხალხს აფუთხებენ, აგინებენ და სცემენ. და ვინმე ამართლებს, მე რა გავამართლე ეგენი. ხომ გეუბნებით ხალხს არ უნდა ამათი ამოზრდელი ჩხორგოლეიშვილის მოსვლა და ასეთი. ქალბატონო, კიდევ ერთხელ გეკითხებით, მე რა გავამართლე მათი რომელიმე საქციელი გავამართლე? ჩვენ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ შიში იმისა, რომ ნაცმოძრაობა დაბრუნდება, ან ესენი მოვლენ უმრავლესობით, ეს შიში უნდა გაქრეს. არ არის ეს, არ არსებობს მათი რეალური შანსი, რომ მოვიდნენ უმრავლესობით. ვის დაუჭიროთ ხარი, ვის არჩევნების დროს, რეალურად ეროვნულ ძალას დაუჭირეთ მხარე. წარსულს გადახედეთ. ხშირად აწერებდნენ კონსერვატორები მიტინგებს, მე სულ დავდიოდი მათ მიტინგებზე, არც ერთი არ გამომიტოვები, აი ეს ახალგაზრდა ბიჭები, ხო? სულ დავდიოდი, მაგრამ იმდენად ცოტა ხალხი მოდიოდა, კი ბატონო, აი პატრიოტთა ალიანსი, მაგალითად, პატრიოტთა ალიანს 200-ზე მეტი მიტინგი აქვს ჩატარებული და ყოველთვის ბევრი ხალხი მოდიოდა. ერთი მიტინგი არ გამომიტოვებია, ერთი აი ღმერთს დავიფიცებ. გავიგე, ქალბატონო, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ, პატრიოტთა ალიანსის წარსულს გადახედეთ და მერე მიყევით ცხოვრებას პატრიოტთა ალიანსის, ანუ როცა ხელისუფლებაში კი და პოლიტიკაში ჩვენ ჩავერთეთ სრულად, ანუ პარლამენტში რომ მოვედით, კი ძალაუფლება ჩვენ არ გქონდა, მაგრამ ჩართულები ვიყავით მაქსიმალურად და ამოვწურეთ ფაქტიურად პარლამენტის ტრიბუნა ისე როგორც შეიძლებოდა მისი აი გამოყენება, ბოლომდე გამოვიყენეთ. ეხლა ისმის კითხვა, რომელიმე ეტაპზე, ჩვენი არსებობის რომელიმე ეტაპზე, სადმე ჩვენი ტყუილი გახსოვთ? სადმე თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ხალხს ერთ გზაზე ვაყენებდით და მე ერთი წლის შემდეგ ვამბობდით, რომ ეს არის მწარი გზა, მოდით სხვა გზაზე დავდგეთ. თქვენ გაძლევდით ხმას და ერთი მიტინგი არ გამომიტოვებია, სპორტის სასახლე იყო თუ თავისუფლების მოედანი თუ დიღომში. ძალიან კარგი. აი, ქალბატონო. ეხლაც გავაკეთოთ ბატონო ეს მიტინგი. აუცილებლად ხალხი ჩამოვა. აუცილებლად. დავინახო რომ თქვენ მოგცეთ ხმა. აუცილებლად გავაკეთებთ უახლოეს პერიოდში, აუცილებლად გავაკეთებთ დიდ შეკრებას, ბუნებრივია ტელევიზიითაც შეგატყობინებთ, როდის ვაკეთებთ, მაგრამ თქვენ პირადად და იმ ადამიანებს, ვინც ასე მსჯელობს, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, თუ კი მე თქვენთვის ტყუილი არასოდეს არ მithქვამს, თუ კი ჩემი იდეოლოგია არ შეცვლილა და თქვენ დღესაც ამ იდეოლოგიას მიყვებით, ნუ ეძებთ სხვაში გამოსავალს და ხსნას. დარჩით ისევ იმ პარტიასთან, რომელსაც არ მოუწყუები ხართ. ნუ ეძებთ ვითომ ძლიერს, აი ხელისუფლება ძლიერია, იმიტომ რომ ხელისუფლებაშია და თქვენ რო არ ჩანხართ, ჩვენ რო არ ჩანვართ, ეს არის დიდად ხელისუფლების დამსახურებაც, რომ იცოდეთ. ეს არის ის გამოცხადებული ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ. როგორც აქტიურობდით ადრე, ისე იაქტიურეთ, რომ ხალხი გამოყვეთ თქვენ და ხალხს კონდეს თქვენი წმენა, რომ თქვენ მოხვართ ხელისუფლებაში და არა ის ფაშისტები და მოღალატეები.
თუ ხალხი ხმას მოგცემს, ვინ მოვა სხვა გეკითხებით? და ეხლა მეორე კითხვა ისმის, რატომ არ უნდა მოგცეს ხალხმა ხმა? რამე დავაშავეთ, ვინმე მოვატყუეთ? არა, ნაციონალების ეშინია ხალხს და ხო და მე გეკითხები. კი ბატონო, მაგრამ მე გეკითხებით, აი უყურეთ, არის პატრიოტთა ალიანსი. გეუბნებით მოგვეცით ხმა ჩვენ. თქვენ ამბობთ, ჩვენ გვეშინია ნაციონალების. ეხლა ისმის კითხვა, ნაციონალები რა შუაში არიან? თქვენ ხმას გვაძლევთ ჩვენ. ეს ხმები ოცნებასთანაც რომ ძგაიყოს, ერთობლიობა მაინც იქნება ერთი. ეს თქვენ ოცნებას გაუყოფთ ხმებს, მაგრამ ერთად მაინც ის დიდი ძალა იქნება პარლამენტში, მაინც უმრავლესობით. ვერანაირად ნაციონალი ვერ მოვა, მაგრამ ოცნებაზე კონტროლი თქვენ პირადად უფრო მეტი გექნებათ ჩვენი სახით პარლამენტში. ეს არის ელემენტარული მათემატიკა. რა თუნდა ამას ეხლა ბევრი მსჯელობა იმაზე, რომ ჩვენ თუ პატრიოტთა ალიანსს ხმას მივცემთ და ოცნებას ხმა მოაკლდება, მაშინ ნაცი მოვა უმრავლესობით. როგორ? ნაც თუ აქ ის 20% ან 10%, დღეს უკვე 10%-ია, ხო? 9 და რაღაცა. ამა თქვენ თუ ხმას ჩვენ გვაძლევთ და აკლებთ ოცნებას, ნაც როგორ ემატება ეს ხმა? ხო ვერ ემატება ვერანაირად. მე კი მოგცემთ, მაგრამ სხვებმა ხომ უნდა მოგცეს? აი სხვებსაც ვეუბნები ზოგადად გიხსნით მათემატიკურ გათვლას. გავიგე, მე თქვენ თუ ჩვენ გვაძლევთ ხმას, ამით ხმა არ ემატება ნაც მოძრაობას და ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ რაღაც ერთი ნაბიჯი წინ გადაიდგა ნაც მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის საკითხი. არა, კალბატონო, თქვენ თუ გვაძლევთ ხმას ჩვენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ოცნებას აკლდება ხმები, მაგრამ პარლამენტში ჩვენ და ოცნება ისევ უმრავლესობას გვქვნით, მაგრამ ოცნებაზე მეტი კონტროლი იქნება, ვიდრე დღეს საერთოდ კონტროლი არ არის. ანუ ჩვენი იქ შესვლით კონტროლი მაინც იქნება. ადგილობრივი, აი ახლა თქვენ რომ მოხვიდეთ უმრავლესობით, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. აი ახლა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თქვენ ხალხმა ყველამ მე და ყველამ დაგიჭიროთ უმრავლესობა თქვენ მხარე. თქვენ არჩევნების გაყალბებას გამორიცხავთ. იცით რა არის, ეხლა მე არ ვიცი, მე არ ვარ ექსპერტი, მე როდესაც მივედი საბურთალოზე ცხოვრობ, მე მივედი და უმრავლესობას ვისაც შევეკითხე, ყველა აძლევდა ოცნებას და ძალიან 7 წყნარი არჩევნები ჩატარდა. პეკინზე ცხოვრობ, ყველა აბსოლუტურად ოცნებას უჭერდა. მხარს თითქმის ვინც იყო იქ 90% რიგში. ვისაც რამე შევეკითხე, მეზობლებს ვკითხე, ნათესებს ვკითხე და არავის არაფერი არ უთქვამს, მე არაფერი არ შემიმჩნევია და მე როგორ ვილაპარაკო თუ დამამტკიცებელი არაფერი საფუძვი არ მექნება. და თქვენ წარმოიდგინეთ, მე მაგალითად მთაწმინდაზე ვაძლევ ხმას და ჩემ უბანთან იდგა დიდი რიგი და ვისაც ველაპარაკებოდი, ყველა მეუბნებოდა, რომ არავით არის ოცნება, ჩვენ მან ჩვენი მომხრეებიც შემხვდა ბევრი და შემხვდა იქ ნუ არ ვასახელებ პარტიებს, მაგრამ ეს არ იყო ოცნება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე იქ ოცნება დიდი უპირატესობით იგებს არჩევნებს. აი ამიტომ გეუბნებით კალბატონო, რომ ჩვენ მე თუ არა მამ დამამტკიცებელი საბუთი მე ესე ხობერ დამამტკიცებელი 4000-ზე მეტი ფაილი უკვე ევროპაშიც წავიდა და ჩვენს გვაგზავნეს. ოღონდაც იყოს მშვიდობა და ბევრი რამე არ მოგწონს, მაგრამ ჩვენ ვუჭერთ ხარს მშვიდობას. აი ამ მოტივით მივიდა ხალხის უმრავლესობა. თქვენ იცით ახლა ანეკდოტი მახსენდება, ქართველი რო ინდაურს ასეირნებს მოედანზე და პოლიციელი რო ეუბნება, რომ არ შეიძლება ინდაურებს გასეირნება აქ და რატომ მტრედები ხო არიანო და მტრედიო მშვიდობის სიმბოლოა და ჩემ ინდაურს რა ომი უნდაო? ფაქტურად თქვენ ახლა ამბობთ, რომ ჩვენ მშვიდობას მივეცით ხმაო და მე რა ომი მინდოდა? არა, მე აი ახლა ერთი წამით მე მივეცი პატრიოტთა ალიანსს ხმა, თქვენ მიეცით ოცნებას და ამბობთ, რომ მშვიდობა გინდოდათ. გამოდის, რომ მე მშვიდობა არ მინდოდა პატრიოტთა ალიანსს რომ მივეცი ხმა? ბატონო გიორგი, როდესაც იყო შეხვედრები ოცნებას ძალიან ბევრი ხალხი უჭერდა მხარს და თქვენ არ გიჭერდათ ამდენი ხალხი შეხვედრებზე და ამიტომ რომელ შეხვედრებს ამბობთ, კალბატონო, რომელ შეხვედრებს? მოსახლეობასთან ხომ იყო შეხვედრები, მე გეუბნებით სიმართლეს, მე ვფიქრობდი თქვენთვის უნდა მომეცა, მაგრამ რომ მეც გეუბნებით სიმართლეს, რომ მხარდაჭერი არ გხავდა. მეც გეუბნებით სიმართლეს, რომ ხელისუფლებას მხარდაჭერი კი არ ყავს. ხელისუფლება მაგალითად გლდანში, ვარკეცილში, სადაც არ უნდა ატარებდეს, იყენებს ადგილობრივ რესურსს. გასაგებია, მაგრამ ვიზუალურად იმ მომენტში ასე ჩანდა და ბოლოს თან ვფიქრობდი თქვენთვის და მაგას გიხსნით.
იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ძალიან ცოტა ხმები და ისევ ნაციონალები ქალბატონო, ზუსტად ამას გიხსნით მე თქვენ რომ შეეშვით ამ ვიზუალურ შეფასებებს. არ გინდათ ბევრი ხალხი მივიდა, იცოდეთ რომ ბევრი ხალხი მოდის ფულით, ბევრი ხალხი მოდის დაძალებით. ნუ უყურებთ, თქვენთვის ეს არ იქნება შესაფასებელი ფაქტორი. თქვენ უნდა გესმოდეთ, არის კონკრეტულად პოლიტიკური ძალა, რომელსაც წყვილი არ უთქვამს და ამ პოლიტიკურ ძალას შეიძლება რომ ენდო და არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის გაჯობებს ფულითაც, ადამიანების მოყვანით, იმიტომ რომ არსებობს ადმინისტრაციული რესურსი და ასე შემდეგ, რომელსაც თქვენ უკვე აფასებთ ისე როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ იმის თქმა რომ იქ ვიზუალურად ჩანდა უფრო მეტი მხარდაჭერა, ეს არის საკუთარი თავის მოტყუება. ამას გიხსნით ზუსტად ქალბატონო, რომ არ გინდათ დაიწყეთ სხვანაირი აზროვნება, სხვანაირი ანალიზი გააკეთეთ. იმ ხალხს, ვისაც ნდობა არ დაუკარგავს, იმიტომ რომ არაფერი არ გაუფუჭებია და არაფერი ტყუილი არ უთქვამს მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში, იმ ხალხთან დარჩით თქვენს ერთგულები, იმიტომ რომ ის ხალხი თქვენი ერთგულია და ვისაც არაერთხელ ყავხართ მოტყუებულები, ნუ ელოდებით რომ ისინი გამოსწორდებიან. არ შეიძლება ერთგვარი დღეს გაიღვიძოს კაცმა და თქვას რომ კი აქამდე ვიყავი მატყუარა რაღაცა ის, მაგრამ აი დღეიდან მე ტყუილს აღარ ვამბობ. აგეთ რამე მე არ ვიცი ერთ ბუნებაში არსებობს მით უმეტეს როცა ადამიანები ფულის კეთებაზე არიან გადასულები. ამის თქმა მინდა უბრალოდ და თორე აზრი რა თქმა უნდა თქვენი აზრი გაქვთ მე ჩემი და ხალხს კიდე თავიანთი აზრი. ყველას აზრი არის მისაღები. ჩემთვის ყველა აზრი პატივისცემას იმსახურებს. უბრალოდ ჩვენ უნდა შევეცადოთ ერთმანეთი არ მოვატყუოთ და რაც მთავარია საკუთარ თავს ნოიტყუებთ. კარგით მეგობრებო, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. ეთქობა ბევრს უნდა და კიდე დარეკვა, მაგრამ ჩემი ბრალია მე გავაგრძელე საუბარი და არ მოგეც საშუალება. ორშაბათს თქვენ გექნებათ საშუალება რომ შემოხვიდეთ პირდაპირ ეთერში და გინდათ დღევანდელი თემა გააგრძელოთ, გინდა ახალი. მე გემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით როგორც თქვი ორშაბათს და ჩემი გადაცემა იქნება ისევ ხუთშაბათს 6:30-ზე. კარგად ბრძანდებოდეთ.